31 წლის ზვიად ახლახაძის გარდაცვალების საქმეზე მისი ორი მეზობელი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 6 აპრილს გვიან ღამით ახალგაზრდა კაცი ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა, მოგვიანებით ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილი თბილისთან ახლოს ტყეში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით გაემგზავრნენ. საქმე დაუხმარებლობის მუხლითაა აღძრული. გარდაცვლილი სახლობლები მთავარს უყვებიან, რომ ცხედარს გაგუდვის კვალი ეთყობოდა. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. წალკაში კარანტინი გამოცხადდა, ლაბორატორიამ მელიის პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ ცოფით დაავადებული მელია 4 მიუსაფარმა ძაღლმა დაგლიჩა. მუნიციპალიტეტში ინფექციის კერის დეზინფექცია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ჯუანშერ ბურჭულაძე 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთვება, მათ შორის ესპანეთსა და წყნეთში არსებული სახლები, ავტოფარეხი და საზაფხულო ფართი. პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მის მოადგილესა და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს ეუბნება. ირანში ურანის გამდიდრება აღარ მოხდება. ამერიკა ირანთან თანამშრომლობით ამოთხრის და გაიტანს სიღრმეში დამარხულ მთელ ბირთვულ მტვერს. ამის შესახებ ტრამპმა განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო გეგმების პუნქტების უმეტესობა უკვე შეთანხმებულია.